დაბადება. თავი 26. შიმშილი ჩამოვარდა ქვეყანაზე, იმ შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაჰამის დროს იყო, და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში. და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დამკვიდრდი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი. ხიზნობდე იმ ქვეყანაში და შენთან ვიქნები, გაკურთხებ და შენ და შენ შთამომავლობას მოგცემთ ამ მიწას და განგიმტკიცებ ფიცს, რომლითაც აბრაჰამს, მამა შენ შეუფიცე. ცისვარსკვლავებივით გავამრავლებ შენ შთამომავლობას და შენს მოდგმას მივცემ ყველა იმ მიწას და შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყველა ხალხი. რადგან ისმინა აბრაჰამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი ბრძანებები, ჩემი მცნებები, ჩემი წესები და ჩემი რჯული. ასე დამკვიდრდა ისაკი გერარში. და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის შესახებ. მან უთხრა: და არის ჩემი, რადგან შეეშინდა ეთქვა ჩემი ცოლიაო, რომ არ მოეკლათ იმ კაცებს, ვინაიდან ფრიად მშვენიერი იყო რებეკა. დიდი ხნის დამკვიდრებული იყო იმ ქვეყანაში, როცა გაიხედა აბიმელექმა ფილისტიმელთა მეფემ სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი თავის ცოლს, რებეკას. მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი, რატომ თქვი, ჩემი და არისო? მიუგო ისაკმა, ვიფიქრე, არ მომკლან მეთქი მის გამო. უთხრა აბიმელექმა: ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი კაცდაგანი და ცოდვას მოაწევდი ჩვენზე. და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს, ვინც ამ კაცს და მის ცოლს შეეხება, სიკვდილი არ ასწდება. დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმ წელიწადს და აკურთხა იგი უფალმა. გამდიდრდა ეს კაცი და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტის მეტად არ გამდიდრდა. შეიძინა ცხვრის ფარა, ნახირი და დიდი სახნავსათესი მიწა და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს. ჭები, რომლებიც მამამისის მსახურებმა აბრაჰამის სიცოცხლეში ამოთხარეს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს. და უთხრა აბიმელექმა ისაკს: გაგვეცალე, რადგან მეტის მეტად ძლიერი შეიქენი ჩვენზე. წავიდა ისაკი იქიდან, დაბანაკდა გერარის ხეობაში და იქ დამკვიდრდა. და ისევ ამოთხარა ისაკმა მამამისის, აბრაჰამის დღეებში ამოთხრილი ჭები, ფილისტიმელებმა რომ ჩახერგეს მისი გარდაცვალების შემდეგ და იგივე სახელები უწოდა მათ, რაც მამამისმა დაარქვა. თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში და წააწყდნენ ცოცხალი წყლის ჭას. და დავობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან, ჩვენი წყალიაო, და უწოდა ჭას სახელად ყესეკი, რადგან დაობდნენ მასთან. სხვა ჭა ამოიღეს და მასზეც შეედამნენ და უწოდა სახელად სიტნა. იქიდან გადაინაცვლა და სხვა ჭა ამოთხარა, მასზე აღარ შედავებიან და უწოდა სახელად რეხობოთი და თქვა: ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა და ვიმრავლებთ ქვეყანაზე. და წავიდა იქიდან ბეერშებაყისაკენ. იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: მე ვარ აბრაჰამის, მამა შენის ღმერთი, ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ. გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაჰამის, ჩემი მსახურის გამო. ააგო იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს, გაშალა იქ თავისი კარავი და ამოთხარეს ჭა ისაკის მსახურებმა. მივიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მეგობარი ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი. უთხრა ისაკმა: რისთვის მოხვედით ჩემთან, განა თქვენ არ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან. უთხრეს: ცხადად ვხედავთ, რომ უფალია შენთან, ვთქვით, დაიდოს ფიცი ჩვენსა და შენს შორის და აღთქმა დავუდოთ ერთმანეთს. რომ არაფერი დაგვიშავო, როგორც ჩვენ არ დაგვიშავებია და მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის, მშვიდობით გაგიშვით, ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ. ნადიმი გაუმართა ისაკმა მათ, ჭამეს და სვეს. დილა ადრიანად ადგნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს, გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან. იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და შეატყობინეს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ. უთხრეს: წყალი ვიპოვეთო. და უწოდა სახელად შებაყი, ამიტომ შერჩა ამ ქალაქს სახელად ბეერშებაყი დღემდე. 40 წლის იყო ესავი, როცა ცოლად ივდითი მოიყვანა, ხეთელი ბეერის ასული და ბასმათი, ხეთელი ელონის ასული. და სული გაუმწარეს მათ ისაქსა და რებეკას.